მოგესალმებით. დღეს მინდა სათევზაოით ჩემი ინვენტარზე გავაკეთო მოკლე მიმოხილვა. მოკლედ ერთ-ერთმა გამომწერმა YouTube-ზე ითხოვა, რომ იქნებ სათყვარები გვაჩვენო და ინვენტარი რითაც თევზაობო. რით თევზაობთ, რას ვიყენებთ, რა არის საჭირო რა თევზაობისთვის, რა და როგორ ყველაფერი. დავიწყებ წნულებიდან. წნულები, ეს ის წნულებია, რასაც სარგებლობდი და ყველა რა თქმა უნდა აქ არ არის ახლა ჩამონათვალი, რასაც სარგებლობდი და რაც ეხლა მაქვს. ეხლა რაც მაქვს. კალმახისთვის ვიყენებ ესეთ წნულებს ვარივასის Casting P და Max Power. 8 წვერიანი დიეზი 06-ით. იაპონური კლასიფიკაციით. ძალიან მაგარი წნულებია და ვიცი. ვისაც აქვს დამეთანხმება ყველა კმაყოფილი ამ წნულებით. ფასზე ყველას მოგვიანებით გეტყვის, სადღაც დაახლოებით ერთ და იგივე შუალედში არის ეგ ყველა წნულები გამოწერით 70-80 ლარზე ზევით არ მიდის მგონი. თუ არ მეშლება. მოკლედ კალმახზე ვიყენებ ამ ორ წნულს. ეს ნაყიდი მაქვს ძირითადად ზღვაზე სათევზაოდ ეს წნულები და მდინარეზე კალმახზე 0-4-იანებია ესენი. დაივას დურასეზონი, დურასენსორი კეგაბიჯინის 0.4-იანი 150 მეტრო. მონაცემები აგერ წერია, ეგ წნული ადრე მქონდა დიდი ხნის უკან და მაგრად მომწონდა და კმაყოფილი ვიყავი. არც ფერი გადაზდის, არც ერთი წლის თევზაობის შემდეგ არც წყდებოდა. კარგი წნული არა. ესეც ისეთივე ხარისხის წნული. დაივას დურასენსორია ეგიც 3 მაგიმო სილიკონებით. ეს 2 მაგიმო სილიკონებითა. 0-4-იანი 150 მეტრო. ეს არის UGK-ის 200 მეტრიანია ეგ. 0-4-იანია ესეც. ეს კიდე რაც მქონდა, სარგებლობდი ვარივასის 8 წვერიანია, კალმახზე სარგებლობდი 0-6-იანი იყო და კმაყოფილი ვარ, ძალიან კაი წნული იყო ეს. ეს 0-4-იანი light game ვარივასის. ზღვაზე სარგებლობდი ქაშაბზე თითქმის 2 სეზონი და შვენიერი იყო ბოლოს უბრალოდ საცეპების გამო წვიტავდი აკლდებოდა. ეგ დაივას წნულია ემერალდას 0-6-იანი. მოკლედ ეს ის ჩამონათვალია, რაც მე მქონდა და კმაყოფილი ვარ. ეს გოსენის წნულია 0-2-იანი. ხოლო სტავრიდისთვის შევიძინე ეგ. ეს კიდე ბიუჯეტური წნულია ინტეჩის ტურნამენტი ინტეჩის 0-4-იანი. სხვათა შორის ძალიან კაი წნულია, ეგ მქონდა და ბევრს მქონდა და ყველა აქებდა. ბიუჯეტური წნულია და რა ვიცი, ერთ სეზონზე მეტი მე მქონდა. არც ფერი გაზდიოდა, არც წყდებოდა იოლად. სხვაზე სარგებლობდი სხვათა შორის. კარგია ესეც. მოკლედ ეს რაც შეეხება წნულებს. დავიწყოთ ყანყალებით. აქ მაქვს რამოდენიმე 7 გრამიანი SV-ს ყანყალები. ეს კიდე ერთი ცალი crazy fish-ისა ძალიან ლამაზი ფერია. SV კიდე ჩემი ფავორიტი ყანყალებია. 7 გრამიანი კალმახზე როგორც იტყვიან სხეპავს. აქაც მაქვს რამოდენიმე კიდე კალმახს სათევზაოდ. ეს სმიტებისა ძირითადად სმიტის პურე 5 გრამიანებია სხვადასხვა ფერში. ეგენიც სმიტებია ძალიან მაგარი. SV და კიდე რამოდენიმე ყანყალები ძირითადად SV-ები. ცისარტყელა კალმახზე ვიყენებ ამას ზღვაზე მდინარეზე გაქცეული თურქული კალმახები რო შემოდის, იდეალურად მუშაობს ესენი. ეს მეორე SV-ს პატარა კაშილოკი კიდე ცალკე მაქვს ქაშაბზე, ქორჭილაზე, ნაკადულის კალმახს სათევზაოდ, სხვადასხვა ფერებში.
ინდივიდები და კოკეტკები 3.8 და 3.9 გრამები. აქ კიდე ეს 4 წალის მიტებია. აი ასეთი არსენალი. იდეალურად მუშაობს ქაშაპზე მე მაგალითად სხვა სატყუარას არც კი ვიყენებ. გარდა ამ ესვებისა. 3.8 და 3.9 გრამები. ინდივიდი და კოკეტკები. ამით ვიჭერ, რასაც ვიჭერ მე ყოველთვის. ობლერის რა თქმა უნდა მაქვს რამოდენიმე ცალი, მაგრამ ძირითადი ჩემი სატყუარა, ფავორიტი სატყუარა, როგორც იტყვიან, ქაშაპზე სათევზაოდ და არა მარტო ქაშაპზე არის ეს პატარა ესვები. ეხლა, სილიკონი რა თქმა უნდა ამას გვერდს ვერ ავავლით, კალმახს სათევზაოდ სილიკონი საჭიროა ზამთრის პერიოდში, როცა პასიურია, ეს სილიკონი აღვიძებს კალმახს. ასეთ სილიკონებია fresh lures. ხო, ეგენი fishing area სილიკონებია. აი ასეთი მონტაჟი აგერ გაკეთებულია და გაჩვენებთ თან. ესეთი მონტაჟია, აი გრამ ნახევრიანი ვოლფრამის ჩებურაშკა 4 ნომერი ნემსკავი. ასეთი წყობა. გატარებას თავის სპეციფიკა ცოდნა უნდა ამას როგორ გაატარო. კალმახზე როცა თევზაობ, ყველანაირი გატარება შედეგი არ აქვს. სპეციფიკური გატარება უნდა. ბევრი ჩაბმებიცაა ეგრეთ წოდებული საცეპები. მაგრამ ეფექტურია ძალიან სილიკონი. ეს როგორ ტარდება და როგორაა სწორი გატარება, ბევრი ვიდეო დევს ამაზე YouTube-ზე. შეგიძლიათ შეხედოთ, ნახოთ. აქეთ ტრიალები ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სატყუარაა. მაქვს კაპერლანი და მეფსები ძირითადად. სხვადასხვა ფერებში, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი, აი ეს ფერი ძალიან მაგარია მეფსის. ბათუმში საბიკირი ჯორჯიას აქვს კაპერლანები და მეფსები. მეფსები აქვს ნუკრის მაღაზიაში არის ინასარიძეზე კიდე. ასევე აქვს კავიანსაც. აქითაც რამოდენიმე ტრიალა და პატარა კრენკები. აი თითქმის 1 წელი მარტო ტრიალაზე ვთევზაობდი გასულ წელს. ტრიალა ძალიან მიყვარს და არც თუ ისე ცუდი შედეგები ჰქონდა. კარგადაც ვიჭერდით. ბევრს უკვირდა რომ ზამთარში ტრიალით როგორ იჭერო. სილიკონით თევზაობს ზამთარში ბევრი. კარგი, დავიდეთ ვობლერებზე. ასეთი 3-5 ვობლერი მაქვს, ძირითადად ორმხრივანი ყუთებია. ასეთი. დავიწყოთ რიგრიგობით. ეს არის ბაზდეი, ორიგინალი რა თქმა უნდა ყველა. აი ასეთი ფერებია. იაპონური ბრენდი ბაზდეი, ძალიან მაგარი სატყუარაა. მოკლედ სტრიმის ვობლერებია, მინოუს ტიპის, სწრაფად ზირვადი, მაგრამ დორე წყალშიც ანიმაცია აქვს შვენიერი. ძალიან მომწონს ეს სატყუარები. იგივე ფერებში, ეს კიდე განსხვავებული ფერებს გაჩვენებთ. ესეთი ფერი. ესეთი ფერიც აქვს. მუქი შინდისფერი, ძალიან მაგარი ფერები აქვს. მეორე მხარეს გვაქვს, ესე იგი, Major Craft-ის ვობლერები, ესეც იგივე სტრიმის. ძალიან მაგარი, აი ნახეთ როგორი შეღებო აქვს და სხვათა შორის არ ღირს ძვირი ეგ. გამოწერით რაღაცა 20-25 ლარამდე. ესეც საინტერესო ფერები, აი გაჩვენებ ყველაფერს. სხვადასხვა ფერები მაქვს ყველა, ესეთი შავი ფერის ცოტა მუქი. ესეთი ბუნებრივი ფერი. კიდე შელბაი შეღება რუბზინავს ისეთი. ძალიან მაგარია. ამის ერთი პლუსი რაც ყველაზე მეტად მომეწონა,
ეს სამკავები უკეთია, ძალიან ხარისხიანი, ცოტათი დიდია დუოს ტრეანიკებთან შედარებით და უფრო მყარი და საიმედოა. მეორე ყუთში გვაქვს დუო, ესეთი დუოები. რაც ფერები მომწონს, ჩემთვის საუკეთესო რაცაა და მომწონს, ისინი მაქვს ყველა 2-3 ფერები აღებული. აი ესეთი მაგალითად დუოს ფერია. ძალიან მაგრად იჭერს ეს დუო. აი ესეთი ფერი. აქითაც დუოს ფერები გვაქვს ესეთი. ესეთი ბუნებრივი ფერები. ეს კიდე სმიტის კონტაქტი. ძალიან მაგარი ფერებია. კროსფერში და ვერცხლისფერში. ჩემი ფავორიტი ვობლერი. აი ნახეთ უბრალოდ ხარისხს. არ ვიცი სასწაული ფერია რა. ბზინავს ვობლერი, პრიალებს, ბზინავს ჯაკალის ტრიკოროლი. ხარისხი არის უბრალოდ ფანტასტიკა. ანიმაციაზე და იმაზე ხო რა თქმა უნდა არასაუბარია აი ესეთი. ორი ცალი მაქვს და ნანო პროექტ კიდე ბევრი არ ვიყიდე. გარდა ამ ორიგინალებისა, რა თქმა უნდა, მაქვს რეპლიკებიც, რომელშიც დარწმუნებული ვარ და მე პირადად მაქვს გამოცდილი ისეთი რეპლიკები. არანაკლებ კი არა და განსხვავება თითქმის არა აქვს ანიმაციაში. აი ეს მაგალითად არის Buzz Days, წაღარო გაჩვენეთ Buzz Days რეპლიკები. საღებავი რა თქმა უნდა ახლა შედარებით კი არა და ორიგინალს რა თქმა უნდა უკეთესი აქვს შეგებვა. მაგრამ ანიმაცია რაც მთავარია აქვს ძალიან კარგი. ამით მე ძალიან ბევრი მყავს დაჭერილი და ვინც მიცნობს ძალიან კარგად იცის ვაჩუქეთ ჩემ მეგობრებს ისინიც იჭერდნენ მე იმათაც იყიდეს მოეწონათ. ესეთი ვობლერები სხვადასხვა ფერებში აი ასეთ ფერშიც. აქეთ მეორე მხარეს სულეგენი მაქვს, აი ესეთ ფერში, საინტერესო ფერია. და ეს კიდე ასეთ ფერებში. ყველა ესენი მაქვს ამ ერთ ყუთში. ძალიან მუშაობლებია, საბიკი რიგ ჯორჯიაყიდის მაღაზიაში აქვს ეგ ვობლერები. მუშაობლებია. ესეც მაღაზიას აქვს ეგ ვობლერები. აი ესეც საინტერესო სიღრმის ცოტა სიღრმის ვობლერებია დიდი ნიჩბით. საინტერესო ფერებში. ეგენიც რა თქმა უნდა მუშა ყველა გამოვცადე უკვე და გავტესტე. ასე რომ დამწყებ სპინინგისტებს ურჩევ რომ აი ამ სატყვარების ყიდვას თავიდანვე, ეს სატყვარები ახლა 50 ლარი, 40-50 ლარი ვიღის ეს სატყვარები და როცა დამწყები ხარ ხშირად არის სწორად გატარება რომ მოკლედ რო თქვა და არის ხშირი ზაცეპები. ან გაისროლო შეიძლება არასწორად გაგიწყდეს გასროლის დროს ხო და არა ამთლად კაი ამბავი 40-50 ლარიანი სატყვარები რო კარგოთ. ამიტომ ასეთი ბიუჯეტური ვარიანტებით დაიწყეთ, მუშა ვობლერებია იგენიც ჩვეულებრივად. რაც კიდე ესეთი ბრენდული სატყვარები გქონდეს თუ მუღამი ვერ უპოვე სპინინგით უზაობას. ტყულა აბანავებ ამ სატყვარებს გამოგივა ასე. გადავიდეთ ახლა სხვაის სატყვარებს, ეს არის მარაკუის სატყვარები, სტავრიდაზე, ზღვის კარასზე, სმარიდაზე არის მისწრება. მოკლედ ეგენი სმარიდის სეზონი როცა მოდის, მომარაგებული მაქვს. ეს კიდე ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ბერკლის სილიკონებია. განსხვავებული შეფუთვით ამაზონიდანაა გამოწერილი, სადღაც $20-ზე ცოტა მეტი ჯდება, ნახეთ როგორი სითხით სავსეა, რასაც არ გამოშრება. და რაოდენობაშიც ბევრია, 40 თუ 50 წალი არ მახსოვს ზუსტად. ეგ ბევრმა იცის ახლა ეგ სატყვარა ზღვაზე არის ნომერი პირველი.
ეს კიდე ზღვაზე თევზაობის დროს ძალიან მოსახერხებელი ყუთია, მეიხოს ყუთი, ორიგინალი. თავის თავსოებია, აი წყლის ჩასადებია, ის თევზის გამოსაყვანი, თევზის დასაჭერი, ყველაფერი შეგიძლია მოათავსო, ეგენი აქსესუარები არ მოყვება, უნდა იყიდოთ ცალკე. ეს სპინინგების ჩასადები, ორი ჩასადებით, ესეთი სათავსოები აქვს შიგნით. მილაგია ახლა მაგალითად, სილიკონის რაღაცა, მაკრატელი ასე შემდეგ, აი ჩებურაშკები, სილიკონები, ყველაზე სათევზაოდ. აქვს კიდე მეორე სექცია შიგნით, აი ორი სექციანია. საკმარისია ჩემი აზრით, ამაზე დიდი არაა საჭირო. ეს ჩანკეტიც აქვს ხელივან. სუბუქია, სატარებლად ზღვაზე იდეალურია. არ ჭირდება არც ჩილეტი, არც ჩანთა. ანკესაც ჩვეულებრივად ჩადებ ყოფილა რამოდენიმეჯერ შემთხვევა, ეს რო არ ქონიათ ბიჭებს. ანკესი გადამის დროს, ან მსკავის შეცვლის დროს, რაღაცა ტყვარი შეცვლის დროს ჯირში დაუდიათ, სანაპიროზე გავლილა ვიღაცა ვერ დაინახა და გაუტეხა ანკესი ბევრს ქონდა ეს შემთხვევა. აი მოსახერხებელი აქ ჩადებ ანკესაკანი და აკეთე რაც გინდა მე. კოჭები, რაც შეეხება კოჭებს, მაქვს ეს კოჭები ამჟამად რაც დამრჩა, ძალიან ბევრი კოჭა მქონდა, გავყიდე ზოგი რა ვიცი, რაც დამრჩა და დავიტოვე ახლა მაქვს 6-3 კოჭა, რაც ჯოხებზე მიკეთია, გაჩვენეთ მე ჯოხებს. Shimano კომპლექსი 2500-იანი. მონაცემები აგერ აქვს 175 გრამია 2500-იანი 4 კილოგრამი აქვს დრაგი. ეგენი არის ვანქვიშები 2500-იანი ზომა მაქვს ყველა. ეს არის 19 წლის ვანქვიში, ეს კიდე 23 წლის მოდელი ვანქვიშები. ჯოხებთან ერთად გაჩვენებთ. მოკლედ აქ რა მაქვს? აქ გვაქვს ჩვენ რაც ჭირდება სპინინგისტებს ზაფხულში თევზაობის დროს ძალიან კომფორტულია გრილი. და მზისგან დამცავი და კოღოსგან დამცავი კაპუშონიანი ესეთი ჯერსები, მაისურები. ბევრი მაქვს ეგენი მომარაგებული. ხო, ეგ რაც კიდე გვჭირდება აი ესეთი ჩოგამბადე. ესეთი. მოკლედ ეგ ჩოგამბადე გამოვიწერე. უნდა არ მახსოვს საიდან, მე მგონი AliExpress-იდან გამოვიწერე. კარბონისა და ხარისხიანი 200 ლარი დაჯდა სადღაც. ესეთი დავიტანჯე რა ამ ჩოგამბადის, პატარა ჩოგამბადების გამო რამდენი შემთხვევა ქონდა, რომ თევზი ჩასმული ბადეში ამომივარდა. ამას კიდე ესეთი ღრმა ბადი აქვს. ეს მაგნიტიც, რაპალას მაგნიტია და არაგის ეგიც სხვათა შორის იაფი სადღაც 80 ლარი დაჯდა ეგიც. მაგრამ აი ძალიან ძლიერია. ამის გამო აქ ნაკიდი რაც ქონდა და რაღაცა ჩინური გამოწერილი, ორჯერ დავკარგი ამის გამო ჩოგამბადი. მომიძვრა, დავკარგი, ვერ ვნახე მერე ეს დამცავიც არ მქონდა მაშინ. ასე რომ ყველა დეტალი, რა ვიცი, მნიშვნელობა აქვს, რომ იყიდო ხარისხიანი რა, რომ მერე ორმაგი არ დაგვირთეს, ესეც ჩოგამბადი. მე ყოფილი ვარ ამის. გადავიდეთ ახლა, აი სათევზაო ჟილეტი. ჯოხებზე და კოჭებზე გადავიდეთ. ეს არის Shimano Soare XR 21 წლის მოდელი. ძალიან კაი ჯოხია ეგი. ვიყიდე ზღვაზე ზღვისთვის, თუმცა კალმახზე გავტესტე და ძალიან მომეწონა. ესეთი კარგი ჯოხია. 2-დან 0-8 არის სიგრძეში. ტესტი აქვს 0,6-12 გრამი. 0,6-12 გრამი.
ძალიან მაგარი ჯოხია, აი ვიზუალი ხო რაღაცა სასწაული ვიზუალი აქვს, რაჯერ ვიზუალის გამო მომწონდა, მე უყურე რამოდენიმე განხილვას და აქებდნენ და ადიდებდნენ ამ ჯოხს და დამაინტერესა ვიყიდე მე აი მეორეც უკვე, ეს პატარა მოდელი ამაზე მოგვიანებით გეტყვით. აი ასეთი წყობა აქვს, ხისტია და ამ გრძნობელობა აქვს რაღაცა სასწაულია. ფასებსაც გეტყვით, ეგ ის რაღაცა 1100 ლარამდე დაჯდა, ხო, 1100 ლარამდე. აი ესეთი. იაპონიიდან გამოწერილი. ეს კიდე სუარეს იგივე ჯოხია, ოღონდ ტესტით და სიგრძით პატარა. ტესტი აქვს ამას 0,3-6 გრამამდე, 1.93 სიგრძეში. ეს მაქვს სტავრიდისთვის, კარასისთვის, ასეთ რაღაცას ვაზე რა. დინარეზე ქაშაპზეც გამოვიყენე და ძალიან მაგარია. 12 გრამიანთან შედარებით ეს ძალიან რბილი ჯოხია. კოჭა კიდე 2500-იანი ვანქვეში წამარას გაჩვენეთ. 23 წლის მოდელი. აი ესეთი კომპლექტი. მიყენია Aquarius-ის 04-იანი წნული. ეს არის Xesta Black Star Solid მეორე გენერაცია, second generation. მოდელი 610S. ეგ არის 0.3-დან 7 გრამამდეა ეგ ჯოხი. 2-დან 0.7-ია სიგრძეში. ამ ჯოხს ვიყენებ ახლა კალმახსაც მე. სისარტყელა კალმახსათი ვუძავთ 0.6-იანი წნული მიყენია ამ წუთას ამაზე. შვენიურად ართმევს თავის დავალებას თავს ეგ ჯოხი. ასეთ დიდი ზომის სისარტყელა კალმახებს დინებაში ამით ვათრევ და არ უჭირს არაფერი რა. ძალიან კაი ჯოხია ვიზუალურადაც რა თქმა უნდა და მგრძნობელობით. აი წყობა აქვს, რაღაცა კარგი ისეთი წყობა აქვს, რომ ყველგან ვიყენებ ამ ჯოხს, მდინარეზეც, ზღვაზეც. კოჭა 2500-იანი კომპლექსი, 21 წლის მოდელი Shimano კომპლექსი. ეს თითქმის 2 წელია მაქვს ეგ კოჭა და შვენიერი კოჭა, არანაირი პრობლემა არ აქვს. ძალიან კაი კოჭა აქვს, მაყოფილი ვარ ამით მე. ესეთი კომპლექტი. ეგ არის ჩემი ფავორიტი მოდელი და კომპლექტი. გამაკაცუ ხანა, მეორე გენერაციისა ეგ ხანა. მოკლედ მოდელი არის არ მახსოვს ახლა ეს 72L. ეს 72L. გრამი არის 9 გრამამდე. 9 გრამამდეა ეგ ჯოხი 0.1-დან 9 გრამამდე სადღაც ეწერა არ მახსოვს. კარგი მახსოვსებირად 0.1-დან 9 გრამამდეა 2.18-ია სიგრძეში. ეს ნაყიდი მაქვს თითქმის 2 თვეზე მეტია და ჯერ არც ერთხელ არ გამიტესტია. უბრალოდ როდეემ თქვა ისეთი რომ სისარტყელა კალმახი იყო შემოსული, მთელი საქართველო თევზაობდა მაღაზია და ამ ჯოხით მაინდა-მაინც არ მინდოდა ახაც სისარტყელაზე გასვლა და მიწევდა სხვა ჯოხით თევზაობა. ველოდები ზღვის სეზონს და გავტესტავდა. ვისაც აქვს, რა ვიცი, ყველა ამბობს რომ პიკია უბრალოდ შეგრძნებისო ეგ ჯოხი. ვიზუალურად ხო რაღაცა ძალიან დახვეწილია, მინიმალისტური. კოჭა Shimano ვანქვიში, ესეც ოღონდ ეს 19 წლის მოდელია და ეგ მოდელი მე მაგალითად უფრო მომწონს ვიდრე დაუშვათ ეს აი 21 წლის მოდელი ვანქვიში. ეს უფრო რაღაცა მიმზიდველია, შავი ფერისა სულ. შავი ფერისა და ფერიფერში კარგად ჩდება. სხვათა შორის უკვე დეფიციტურია ეგ კოჭები, აღარც იშოვება. ეს ზომები მაინდა-მაინც.
ესეთი კომპლექტი 0-2-იანი კოსენის 0 მეყენია. სტავრიდაზე სავარაუდოდ სტავრიდა რომ დაიწყებს აქტიურობას გავსინჯო მე ამ ჯოხს. მოკლედ ასეთი ინვენტარი გვაქვს ჩვენ. კიდე რამოდენიმე წვრილმანი რაღაცები გაჩვენებთ. ეს არის ძირითადად რასაც ვიყენებთ ჩვენ სპინინგისტები. მაგრამ ეგ არის ნაგროვები ძალიან დიდი ხნის. ასე ერთ თვეზე და ორ თვეზე და ერთ წელიწადზე იგი არ მაქვს მე შეგროვებული და ასე რომ დამწყებ სპინინგისტებს ურჩევ თავიდან არ გჭირდება არც ესეთი ძვირიე მაღალფასიანი ჯოხები, აი ეს ჯოხი მაგალითად 1300 ლარი ეჯდება. სულაც არა საჭირო დამწყებისთვის, მეც ისე დავიწყე უბრალო ბიუჯეტური ჯოხებით. როდა ისწავლით უკვე თევზაობას კარგად და მიხვდებით გემოსაც, მე რა თქმა უნდა შეიძლება კაი ხარისხის რო უფრო მეტი სიამოვნება მიიღოთ ამ პროცესისგან. ეგ არის ყველაფერი რაც გჭირდება ჩვენ სპინინგისტებს. მოკლედ გაგაცანით ჩემი შიდა სამზარეულოში ჩაგახედეთ, ასე რომ ვთქვათ. ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.